მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი 2026 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC ჯორჯია და EBIT გრუპის მიერ მომზადებული უახლესი ინდექსის თანახმად 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის საგარეო ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, რამაც ინდექსის კლება განაპირობა. ინდექსი 5 კომპონენტისგან შედგება: იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან. კვარტალურ ჭრილში 5-ვე კომპონენტიდან მხოლოდ იმპორტმა აჩვენა ზრდა 4.5%-ით, ხოლო დანარჩენმა 4 კომპონენტმა კლება დააფიქსირა. ექსპორტმა წინა კვარტალთან შედარებით 9.3%-იანი კლება აჩვენა და 1.94 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში სურათის აპირისპიროა. ექსპორტი 22.6%-ით არის გაზრდილი, რაც ინდექსის 5-ვე კომპონენტს შორის ყველაზე მყარი წლიური ზრდაა. ამ ზრდას სათავეში ჩინეთი და თურქეთი უდგნენ. ჩინეთში საქართველოდან მიწოდება 3-ჯერ მეტად გაიზარდა, ხოლო თურქეთში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დინამიკას ეხება. ფულადი ნაკადების მოცულობა რუსეთიდან 1 წლის განმავლობაში 85%-ით შემცირდა 643 მილიონიდან 95 მილიონ დოლარამდე, რასაც ავტორები 2022 წლის შემდეგ არსებული ზრდის ტალღის დასრულებას უკავშირებენ. შედეგად რუსეთის წილის საერთო ინდექსში წლიურ ჭრილში 15.9%-დან 11.3%-მდე შემცირდა. ევროკავშირმა კი კვარტალურ ჭრილში 13.1%-იანი კლება განიცადა, თუმცა წლიურად მისი მაჩვენებელი 4.4%-ით გაიზარდა, რითიც მან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნა და ინდექსში წილი 18.3%-დან 19.7%-მდე გაზარდა. თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ Embraer Energy Insight-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ის ამ პერიოდის განმავლობაში მერიამ 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416.6 მილიონ ლარზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია. ტენდერში მონაწილეობა სულ 3 თურქულმა და 1 ჩინურმა კომპანიამ მიიღო. თბილისის მერის კახაკალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი. პროექტის მიხედვით, ახალი ტრამვაის ხაზისთვის შეძენილი თითოეული მოძრავი შემადგენლობა არანაკლებ 300 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი. ტრამვაის ხაზი 7.5 კილომეტრის სიგრძის იქნება და დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან დააკავშირებს. მარშრუტზე 11 გაჩერება მოეწყობა. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია. გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და ADB-ის წესების შესყიდვის შესაბამისად განისაზღვრა ასევე ეგრეთ წოდებული გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას. პროექტი შედგება 3 ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. 3-ვე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კილომეტრს, სადაც მთელი ამ გზის მანძილზე იქნება განთავსებული 11 გაჩერება. ცალკე ტენდერი გამოცხადდება ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე. 2026 წლის ივნისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს ინარჩუნებს, თუმცა რეგიონების მიხედვით დინამიკა არაერთგვაროვანია. ამის შესახებ TBC კაპიტალის კვლევაში ნათქვამი ტურიზმის პულსის მიხედვით უცხოელების მხრიდან საზაფხულო მოთხოვნამ სასტუმროების სეგმენტი რესტორნებზე მეტად გააძლიერა. ჯამური ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ დანახარჯების ზრდას გადააჭარბა, რაც მიუთითებს, რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა. 2026 წლის ივნისში
არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 27%-ით გაიზარდა. თბილისში ივნისის მაჩვენებელი ზომიერ ზრდას განაგრძობს, სასტუმროებსა და რესტორნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი და გაზრდილი საშუალო დანახარჯი დაფიქსირდა. დედაქალაქში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შესაბამისად 26%-ს და 44%-ს გაუტოლდა. აჭარაში სასტუმროებში დანახარჯები წლიური ზრდას განაგრძობს, ხოლო რესტორნებში ზრდა უარყოფითია. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 44%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 7%-ით შემცირდა. კახეთში რესტორნებში როგორც უნაღდო დანახარჯები, ასევე საშუალო ტრანზაქციის მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა წლიურად შემცირდა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სეზონი წლიურ ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით აჭარის სასტუმროებში, თუმცა საშუალო ტრანზაქციის დაბალმა ღირებულებამ შესაძლოა რესტორნებში ზრდა შეეზღუდოს, აღნიშნავენ TBC კაპიტალში. და ტენდენციებია ტურიზმის სექტორში და როგორია მოლოდინები, ამ თემებზე სტუმართან კომპანია Queen Tamadas დამფუძნებელთან გიორგი დარციმელიასთან ერთად ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. საქართველოში თევზის წარმოება მცირდება. საქსტატის აკვაკულტურის პუბლიკაციის თანახმად 2025 წელს ქვეყანაში 2445 ტონა თევზი იწარმოა, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წლის 2452 ნახევარ ტონაზე. გასული წლების მონაცემები კი აჩვენებს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული კლების ტენდენცია ფიქსირდება. გასულ წელს ორაგულისებრთა წარმოება შედარებით გაზრდილია და 1213,6 ტონა შეადგინა, ხოლო კობრის სებრთა წარმოებამ იკლო 918,1 ტონამდე. ამასთან პუბლიკაციის თანახმად საქართველოში თევზის ფასები მზარდია. 2025 წელს ფერმის კართან 1 კილოგრამის ფასი ყველა სახეობის თევზზე მომატებულია. ყველაზე მაღალი ღირებულება ზუთხს აქვს, რომელიც 2025 წელს წლიურად 5 ლარამდე შემცირების შემდეგ, გაძვირების შემდეგ კილოგრამი 30,7 ლარი ღირდა. ყველაზე დიდი წლიური მატება კი 8,6 ლარის ოდენობით ევროპულ ლოქოზე დაფიქსირდა და შედეგად კილოგრამი 21 ლარი ღირდა. რა ტენდენციები აკვაკულტურის დარგში და რა გამოწვევების წინაშეა სექტორი, ელენე გოგბერაშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდენო გამოშვებებში შემოგვიერთდება. ქართული მოცვის ფასი შემცირებულია. ფასები კლებას აჩვენებს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. როგორც ფერმერების ნაწილი აცხადებს, მოსავალი ბევრია, რის გამოც პროდუქციის რეალიზება ჭირს. მათი ნაწილი ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში ლურჯი მოცვი ფაქტობრივად თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად 2 ლარად იყიდება. ლურჯი მოცვის ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ კენკროვანი ხილის დაბალი ფასი სეზონზე პროდუქტის არათანაბრად გადანაწილებას და ჭარბ მოსავალს უკავშირდება. ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე ამბობს, რომ მოცვის შესაძლოა 2-3 კვირაში კვლავ გაძვირდეს. და ტენდენციები და გამოწვევებია მოცვის ბაზარზე. ეკა გაზდელიანი მუშაობს თემაზე და შეფასებებით მომდენო გამოშვებებში შემოგვიერთდება. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთში ხვდებით დროებით.